გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვიბანავე და მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი თავის მოვლის რუტინა. Რაღაც ახალი პროდუქტები მაქვს, სახეზე უკვე გამოვიყენე და მინდა რომ გაგიზიაროთ და გითხრათ რითი ვარ მაყოფილი, რითი არც ისე და მოკლედ დავიწყოთ. Აი ესე გამოიყურება ჩემი მთელი სახის მოვლის პროდუქცია. Პირველი რა თქმა უნდა Rhodes Glazing Milk-ით დავიწყებ, იმიტომ რომ არის საოცარი პროდუქტი. ნამდვილად ღირს იმ გამოხმაურებად, რაც ამ პროდუქტს აქვს. პატარა ზომა შევიძინე, მაგრამ დიდი ალბათობით დიდსაც გამოვიწერ, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ ვიყენებ სერუმს, რომელიც გახლავთ Glow Recipe-ის ნიაცინამიდის სერუმი და ამორის კომბინაცია ერთად ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეს ხო აძლევს სიპრიალეს სახეს და ეს კიდევ უფრო მეტად აძლევს ამას და მოკლედ კომბოში ძალიან კარგი გამოდის. ამის შემდეგ რა თქმა უნდა დაგჭირდება დამატენიანებელი, რომელიც არის კლინიკი. ჩემი ფავორიტი არის, უკვე მე რამდენი შეფუთვა არის, ვერ დავითვლი, სულ ამას ვიყენებ ხოლმე, განსაკუთრებით მიყვარს ზაფხულში და რადგანაც კვიპროსში უკეთესი ამინდები არის, ვიდრე საქართველოში, ზამთარში ჩვენივე ვიყენებ ხოლმე. იმ შემთხვევაში თუ ძალიან გამომიშრა სახის კანი და ეს ყველაფერი არ ყოფნის, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ვიყენებ Summer Fridays-ის Jet Lag ნიღაბს. ეს ნიღაბი არის საოცარი და არის არ ვიცი, აი საუკეთესო პროდუქტი, რაც კი მქონია. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ამის garaშე არსად არ ვიმოგზაურებ, არსად არ ვიფრენ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი დამცავი. ფრენის მერე ხო ძალიან გამომშრალი გვაქვს კანი, ნუ მე პირადად ესე ვარ და საშინელ დღეში. ეს რომ მქონდა გამოყენებული ვენეციიდან რომ მოვდიოდი, მქონდა იდეალურ დღეში კანი, რაც არასდროს არ ხდება ფრენის მერე, ამიტომ მოკლედ ეს ჩემი განუყრელი მეგობარია, გაიცანით. ეს ნიღაბი შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე ძალიან თხელფენად, დღისით როგორც დამატენიანებელი, თუმცა მე ასე არ ვიყენებ ხოლმე, კვირაში ორჯერ მირჩევნია, როცა ღრმად ჭირდება კვება კანს. ჩამობანო არ ჭირდება, რადგანაც პირდაპირ შეიწოვება, კომფორტულია და მოკლედ 10-დან 10-ია. სხვათა შორის Cosrx-ის აი ამ ლოკოკინის ესენსიც გეტყვით, რომ თავიდან ძალიან მომწონდა და აი რაც აქ ჩამოვედი, ნახევარიც არ არის მე მგონი. ისეთი კმაყოფილი აღარ ვარ. რაღაცნაირად ჩემი კანი ძალიან შეეგუა, შეეჩვია. კარგი ცეთი ეფექტი არ ჩანს, ანუ უბრალოდ ვიყენებ ხოლმე, როცა დაუშვით არ მინდა რომ ეს Glazing Milk-ი და სერუმი გამოვიყენო, Glow Recipe-ის მაგ დროს ვიყენებ ხოლმე. თუმცა არ არის ჩემი ფავორიტი პროდუქტი. ასევე La Roche-Posay-ის თვალის კრემიც არ არის ჩემი ფავორიტი პროდუქტი, არის სტანდარტული, ჩვეულებრივი თვალის დამატენიანებელი, არაფერსიც არ მიკეთებს ხოლმე, შემიძლია რომ ზოგჯერ არც კი გამოვიყენო და უბრალოდ კლინიკი გადავატარო თვალის მიდამოზე და მოკლედ ხო, ეს არის ჩემი ფავორიტი და ნაკლებად ფავორიტი პროდუქტები. იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, თმის პროდუქტებსაც შევეხები. ეს ორი პროდუქტი არის ჩემი არ ვიცი, გადამრჩენელი, განსაკუთრებით ორიბეს დამატენიანებელი თმის, რომელიც საოცარ სტრუქტურას აძლევს თმას, რაღაცნაირად ხარისხი გამეუნჯობეს და ვაბრალებ ორიბეს და რა თქმა უნდა, Color Wow-ის Dream Coat, ეს არის ანტი-ფრიზი, დამცავი, თერმოდამცავი, როდესაც თმას ვიშრობთ, მაგ შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ მე უკვე ფენით დაყენებულ თმას სხვანაირი ეფექტი აქვს. თუ დაუშვით მინდა რომ სველითმა დავიტოვო და ფენის garaშე გაშრეს, მაგ შემთხვევაში რაღაცნაირად არ ვიყენებ ხოლმე, არ ვიცი, მოკლედ უფრო სტაილინგის დროს არის ძალიან კარგი. მართალია ამ პროდუქტს ახლა არ გამოვიყენებ, ეს არის ღამის სერუმი, მაგრამ ერთი თვია მაქვს და უკვე ნახეთ როგორ დაიცალა, ძალიან კარგად ვიყენებ, გიშდები ისე მომწონს, თან სურნელი აქვს არაჩვეულებრივი და კერასტასის ესეთი, რომელიც მოყვებოდა საჩუქრად ამას, რაღაც 10 ევრო უნდა გემატებინა და კარგი შეთავაზება გამოდიოდა და მხოლოდ ამის ხათრით გამოვიწერე და ისეთი კარგი ყოფილა, რომ ჩემი ჟიზუსეთი საერთოდ გადავდა იქით და ამას ვიყენებ ხოლმე. ძალიან კარგია მართლაც. ეხლა თმას გავიშრობ და მე უკვე ამას გამოვიყენებ. ესეთი გამოვიდა. ესეთი გამოვიყენე უკვე. ძალიან უცბად რაც მოვასწარე, დაახლოებით 15 წუთში. ისეთი მსუბუქი ხვეულები. რაც თავარია, კარგი სტრუქტურა აქვს თმას და სიამოვნებს ხელს რო ვკიდე. რასაც დიდი ხანია ვეღარ ვგრძნობდი და მოკლედ ვაბრალებ აი ამ პროდუქტებს და ასევე როგორც უკვე ალბათ ნახავდით, ჩემს წინა ვიდეოში მქონდა
unboxing-ი ხაპის თავის ტელეფონს რო ეძახიან ხოლმე. ფილტრით არის და შესაბამისად უკეთეს შედეგი აქვს. ბაკის წყალი არის კვიპროსში და ეს თავი ძალიან კარგად ფილტრავს ამ ბაკის წყალს და აღარ გამოყვება 1000 უბედურება. არ ვიცი ზუსტად რა მოყვება, მაგრამ ეჭვი მქონდა რომ არ იყო ისეთი წყალი, როგორიც უნდა ყოფილიყო. წავედი მეგობრებო, ახლა ჩავიცმევ და გავიდე გარეთ. თქვენც გატარეთ დღე ჩემთან ერთად. ეს არის ჩემი საყვარელი კუთხე. ჩემს სახლთან არის ახლოს და რო გამოდივარ ხოლმე მიწევს აქედან გამოსვლა. ეხლა ფრჩხილებზე წავიდეთ, მხოლოდ მოწესრიგებას ვიკეთებ და მე დავლებთ ყავა ერთად. გაატარეთ ეს დღე ჩემთან ერთად. ცოტა ქარია, მაგრამ კარგია, იმიტომ რომ თბილა და ეს ქარი ცოტა ნეიტრალებს. შარფი მაინც წამოვიღე, რა იცი რა ხდება. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ შილაკს აღარ ვიყენებ. ძალიან კაი გადაწყვეტილება არის მართლა. დაისვენა ფრჩხილებმა თან ძალიან. ეხლაც რა წავალ, სულ რამოდენიმე წუთის პროცედურა იქნება და დიდი ხანი აღარ გავჩერდები სალონში და დროსაც მოვუგებ შესაბამისად. აქ აკეთებენ გზას და დაახლოებით 2 ან 3 თვე მინიმუმ ესე იყო და კიდევ ესე იქნება დიდი ხანი. ამიტომ რომ ძალიან ნელა მუშაობენ. საქართველოში ყველაფერი ძალიან სწრაფად კეთდება და აქ უსაშველოდ იწერლება. მომიწევს ახლა აქ გადასვლა. მოვედი ჩემს საყვარელ კაფეში. უკვე ალბათ ჩემო გამოწერმა კარგად იცით რომ სულ აქ მოდივარ ხოლმე ყავის დასალევად. თან საოცარი გარემო არის, სამუშაოდ არის იდეალური და სამწუხარო არის ის ფაქტი რომ კვირაობით არ მუშაობენ, თორემ მართლა ყოველდღე აქ ვივლიდი. ეხლა მინდა მოგეყვათ ერთი ამბავი, რაც გამახსენდა 1 წლის წინ აქ ვიჯაქი და გეყვაბოდით. TikTok-ზე დავდეთ YouTube-ზე არ მახსოვს, მაგრამ ყვებოდი რომ კვიპროსი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა საცხოვრებლად თქო. მართლა ასე იყო. სტატისტიკის მიხედვით აბსოლუტურად ყველგან სადაც გადავამოწმა, მოკლედ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა იყო ყველა იმ კრიტერიუმით, რაც დაჭირო არის რომ დადგინდეს ქვეყნის უსაფრთხოება, ასე რომ ვთქვათ. ეს ყველაფერი შეიცვალა, რადგან ბოლო რამდენიმე თვეა მესმის საშინელი ამბები, ხან ქუჩაში სროლები, ხან რაღაც ბიზნესმენი გაუჩინარდა, მეორე ბიზნესმენი მოკლეს და ძალიან ცუდი რაღაცები იდება, არ ვიცი ეს არალეგალური მიგრანტების ბრალი არის თუ რისი ბრალია, მაგრამ ერთი ის ვიცი რომ კვიპროსში ესეთი ამბები ხშირი კი არა, რა ვიცი საერთოდ ხდებოდა ხოლმე. ხალხი ამბობს რომ ქუჩაში რო დაგვეტოვებინა რაღაც დისტრიბუციას რომ მოქონა საჭმელები და ადრე მოსულიყვნენ, ანუ კაციშვილი ხელს არ მოკიდებდა. კრიმინალი იყო 0. და ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. მე ნელ-ნელა დაიწყო ეს პროცესი და აგერ უკვე 1 წლის თავზე მეც ძალიან ესე ცალსახად შევამჩნიე ცვლილება რადიკალური თან, არ ვიცი, უკვე გარეთ გასვლა ცოტა უფრო საშიშია, ვიდრე 1 წლის წინ იყო. ხო, ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი, მინდოდა რომ გამეძერებინა თქვენთვისაც. თქვენ რას ფიქრობთ, რომელი ქვეყანა არის შედარებით უფრო უსაფრთხო საცხოვრებლად? რას ფიქრობთ ასევე საქართველოში ამ მდგომარეობაზე და კრიმინალის დონეზე და მოკლედ გამიზიარეთ თქვენი აზრები ამ თემებთან დაკავშირებით, ძალიან გამიხარდება და ვისაუბროთ კომენტარებში. ავედი სალონში, ძალიან მოსაწესრიგებელი მაქვს, როგორც ხედავთ, ამიტომ გაჩვენებთ მანამდე და მერე როგორი შედეგი იქნება. ერთი ის მეხარია, რომ ძალიან მალე მორჩება, 2 საათი აღარ ვიჯდები სალონში და დაახლოებით 20 წუთში გავა. გამოვედი, ვიყიდე ყველაფერი. ძალიან გემრიელი სენდვიჩები აქვს აქ და თან პურებით წამოვიღე, იმიტომ რომ გიждები ზრობას პურებზე. პირველად შევუკვეთე რაღაც ბერძნულად და ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ისეთი სწრაფი ტემპით საუბრობენ, რომ ალბათ ყველაზე რთული ეგ არის. თვითონ ბერძნული ენაც ძალიან გამიჭირდა რომ ესწავლა და ლაპარაკი კიდევ უფრო რთული არის ადამიანთან. მაგრამ მოკლედ ესენი ვიყიდე ბერძნულად. ერთ-ერთი რაც გამიჭირდა იყო
ბარათი მაგ გახსნილი ზარბასი და მან უნდა მეკარნახა ნომერი ტელეფონის და ამეთქი ხა ნომერს ინგლისურად გეტყვით. ძალიან სასაცილო იყო. მოკლედ ეს ახლა მივიდივარ სახლისკენ. და ხო, მაქვს ძალიან კარგი გეგმები, ამიტომ წაგიყვანთ ჩემთან ერთად და მოგიყვებით, მოგვიანებით სად მივდივარ.